ორი რაღაც შეიძლება ითქვას ამასთან დაკავშირებით. ორი აზრი არ არის ამასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ დღევანდელი დღე არის ისტორიული საქართველოს ეკლესიისთვის. ჩემ დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა პატრიარქის აღსაყრდება, ბოლო გაფართოებული კრება, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამ თვალსაზრისით, რომ ახალი პატრიარქი ისე რომ ადამიანები იმდენად არიან შეჩვეული კათოლიკოს პატრიარქის მერე ამბობდნენ ილია მეორის სახელს, რომ შეიძლება ბევრი ვერ შეეჩვიოს ძალიან სწრაფად შიო მესამის სახელის თმას. სხვა პატრიარქი ჩვენ არ გვინახავთ, დავიბადე და გავიზარდე. რა თქმა უნდა, ნახევარი საუკუნე არის ძალიან დიდი პერიოდი და თავისთავად არის ეპოქა. ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არის, როგორი ეპოქა ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ არის აქ მეორე ასპექტი, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ჩემი ღრმა რწმენით, რატომაც ადამიანები ამ ბოლო დროს ასე ვთქვათ შიო მესამის აღსაყრდებასთან დაკავშირებით, გაპატრიარქებასთან დაკავშირებით ძალიან იმედიანად არიან, ვერ გავიზიარებ მათ ასე ვთქვათ იმედს, იმიტომ რომ ჩემი აზრით არსებითად არაფერი შეიცვლება. არაფერი შეიცვლება და დავეთანხმები არჩილს, რომ კი, ზუსტად ის იქნება იმ პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი, იმ პოლიტიკური გავლენის გამტარებელი, რომელი გავლენის ქვეშაც მოვიდა და გახდა. როგორ შეუძლია ეს პოლიტიკური დაკვეთა მას? ანუ როგორ მოქმედებაში როგორ დაინახავთ? არ ვიცი, ეხლა ეს ქართულ ოცნებას მიეცით ხმა თუ აი რა როგორ შეიძლება ეს არ ვიცი, შეიძლება ესეც კონკრეტულად ეს როგორ განხორციელდება, არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი ერთი რაღაცა, რომ გაბატონებული რუსული გავლენა, იდეოლოგიური გავლენა, რაც არსებობს საქართველოს ეკლესიაში, ხა მე ისტორიკოსი ვარ და შორს ვწავიდეთ მე-19 საუკუნის დასაწყისიდან და უფრო გამძაფრდა 1927 წლიდან და კიდევ უფრო გამძაფრდა მას ბოლო წლების განმავლობაში, აი ეს იდეოლოგიური გავლენა დარჩება უცვლელი. და არსებითად არაფერი არ შეიძლება. სად არის ეს? რა კონკრეტული საკითხებით უნდა მიხვდეს მოქალაქე, რომ აქ რუსულ გავლენაზე? ეს არის უკრაინის ეკლესიასთან დამოკიდებულება თუ აი რა ნაწილები არის? ძალიან მარტივია, წლების განმავლობაში, მრავალი წლების განმავლობაში უამრავი ქართველი სასულიერო პირი და საერო პირი, მორწმუნე პირი ეწეოდა აგრესიულ ანტიდასავლურ კამპანიას. ეხლა ამასთან დაკავშირებით არის ასობით ქადაგება, ასობით წერილია, ასობით პუბლიცისტიკა, ლიტერატურა, რა ლიტერატურა ითარგმნებოდა, რა ლიტერატურა, ასახეს ლიტერატურა, თეოლოგიური და ისტორიული ლიტერატურა შემოდიოდა. აქ პატრიარქს რა როლი აქვს ხოლმე ასეთი ქადაგებების დროს? იცით რა, როგორ არის? პატრიარქს შეუძლია გააკონტროლოს, თუმცა გააკონტროლოს რაღაც, ასე ვთქვათ, დონემდე, მაგრამ პატრიარქის პასუხისმგებლობა არის, რომ ის რა თქმა უნდა განათლებას, უპირველეს ყოვლისა თეოლოგიურ განათლებას თუ და ქადაგებებს, რა იქადაგება ეკლესიაში, მიაქციოს ყურადღება და გააკონტროლოს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურ კონტროლს ვერ დაამყაროს, ყოველთვის რაღაცა გაიპარება სადღაც, მაგრამ ადამიანს შეუძლია მიხვდეს, რომ რა იდეოლოგიური მიმართულებაა გაბატონებული ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში. ეს ეპისკოპოსების ქადაგების ცენზურა ეს მესმის თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პატრიარქის როლი რა უნდა იყოს? ცენზურა ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ჩვენ ვლაპარაკობთ საეკლესიო სამყაროზე. საეკლესიო სამყაროზე აქ ვერ ვილაპარაკებთ როგორც რაღაცა ასე ლიბერალურ დემოკრატიაზე. ხო, აქ თავისი წესები აქვს. რა თქმა უნდა, იცით როგორ დგას საკითხი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მღვდელს სასულიერო პირს შეუძლია ჰქონდეს თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც მიდის ასე ვთქვათ შავრაზმული რუსული იდეოლოგიის გადმოქართულება და მე აი ზუსტად მაგაზე მინდა ლაპარაკი და მაგის თქმა, რომ ქართულმა ქრისტიანობამ სამწუხაროდ სახე დაკარგა ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, იმიტომ რომ მაგალითად ქართული ქრისტიანობისთვის აბსოლუტურად უცხო იყო ეს ანტიდასავლური, ანტიკათოლიკური აგრესიული პროპაგანდა, რომელსაც ჩვენ ხედავთ უკანასკნელი წლების განმავლობაში. იმიტომ რომ ეს სწორედ არის იმის შედეგი, რომ წლების განმავლობაში აი ეს ძირითადად აი ეს რუსული შავრაზმული ლიტერატურა ითარგმნებოდა შექმნილი მე-19-20 საუკუნეების უკიდურესად შავრაზმულ წრეებში და ბევრ ადამიანს გონია, რომ ეს არის ქართული ქრისტიანობა, ეს არის ქართული ქრისტიანული ტრადიცია. რაც არის. ეხლა რაზეც ყვებით თქვენ, ეს არის ვთქვათ რეალობა, ეს ხომ მისი შექმნილი შეიძლება ის ვთქვათ დღევანდელი დღიდან ათვლა რომ დაიწყება მისი პატრიარქობის თქო, რა ნიშნებით შეიძლება ეს ვთქვათ მაყურებელმა ქრისტიანმა მართლმადიდებელმა
ნახოს სად არის, ეს თქვათ, ყველაზე მგრძნობიარე ხაზები, რას დააკვირდეს, მათ შორის ახალი პატრიარქის საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ქადაგებებს უპირველეს ყოვლისა და რა ისწავლება და რას კითხულობენ სასულიერო ლიტერატურას, რას ქადაგებენ, რას ასწავლიან, რა არის იწამთ, როგორ წამთ და ასე ეს არის, ასე ვთქვათ, ძირეული ბაზისი ღვთისმეტყველებისა და მოძღვრების. სწორ ამის მიხედვით იმართება ეკლესია. და რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება რუსეთის ეკლესიასთან. ის ნაბიჯები, რაც რუსეთის ეკლესია დგამდა დამამცირებელ ნაბიჯებს საქართველოს ეკლესიის მიმართ და საქართველოს ეკლესიას ამაზე არასდროს არ ჰქონდა მწვავე, მკვეთრი და რადიკალური პასუხი. მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითად შეგვიძლია მკვეთრი პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით რა პოზიცია იქნება ახალ პატრიარქს. იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს ქვეყნის ზოგადად თუ ეკლესიას გულისხმობს? აი, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეკლესიას გულისხმობს. საერთაშორისო იზოლაციას, რომელიც უკვე 80-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს ეკლესიაში, ვერ მივაწერ ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავაკისებ ჩვენ პასუხისმგებლობას ილია მეორესო. მისი სურვილი იყო ეს საეკლესიო იზოლაცია, მან გაუწია ანგარიში გარკვეულ, ასე ვთქვათ, რელიგიურ დაჯგუფებებს, აგრესიულ ფუნდამენტალისტურ რელიგიურ დაჯგუფებებს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს წესიდარიგით პატრიარქის და ეპისკოპოსის, რომ ეკლესია არ აღმოჩნდეს აი ამ შავრაზმული ფუნდამენტალისტური დაჯგუფებების გავლენის ქვეშ. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ შიო მესამის მმართველობისას აქვე უნდა ვთქვა, რომ შიო მესამე ნუმერაციით რატომ მიანიჭეს ეს ნუმერაცია, არ ვიცი, როცა სინამდვილეში შიო მეორეა, მაგრამ ნუ ეს სხვა საკითხია. არ მაქვს არანაირი ვერ დაითვალეს თუ როგორ? არა, იქ შიო პირველი და შიო მეორე ორი შიო იხსენიება ზოგიერთ წიგნში პატრიარქების ჩამონათვალში, მაგრამ სინამდვილეში არაფრით არ დასტურდება შიო პირველის არსებობა, რომელიც თქოს მე-14 საუკუნეში იყო პატრიარქი. შიო პირველი მართავდა საქართველოს ეკლესიას მე-15 საუკუნის შუა წლებში. ხო და აქ მინდა ხაზგასმით თქვა ერთი რაღაცა, რომ არ მაქვს სამწუხაროდ მაგის იმედი, რომ რაიმე მსგავსი მოხდება. ჩვეულებრივად გაგრძელდება ის კონjunქტურა, რაც არის დღეს საქართველოს ეკლესიაში, გაგრძელდება რუსული გავლენა, გაგრძელდება იმ სამწუხაროდ საქართველოს ეკლესია ბოლო დროს მოიაზრება უფრო ხშირად რუსულ საეკლესიო ორბიტაზე, საეკლესიო ურთიერთობებში და საეკლესიო საერთაშორისო საეკლესიო საზოგადოებებში. შეიცვლება რამე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ შემთხვევაში რადიკალური უნდა ვიყო, რომ არა, არ შეიცვლება მაგ თვალსაზრისით. კი ბატონო.